დეკემბრიდან მიმდინარეობს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა, რომელიც ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვის თემას. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ვიღებთ სპეციალურ მიმართვას. ისტორიის ჩარხს უკან ვერავინ დააბრუნებს, თუნდაც უპრეცედენტო კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვილი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა ქვეყნის წინსვლის ხანმოკლე შეფერხება ბევრ მოვლენას შეუძლია, მათ შორის პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მორიგ უპასუხისმგებლო ნაბიჯს. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამგვარი შეფერხების საფრთხე აცილა ქვეყანას, როდესაც ყველასთვის ნათელი გახადა თუ რაც თუნებას იყო აყოლილი მიხეილ სააკაშვილი და როგორ ამზადებდა ნიადაგს განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მორიგი ავანტურისათვის. მე ისეთი სუპერდემოკრატი პრეზიდენტი ვარ, რომ არჩევნებში დამარცხებაც კი ვაღიარე, მაგრამ დიქტატორ ივანიშვილის კატასტროფისაკენ მიხავს ქვეყანა და ამიტომ იძულებული ვარ შევასრულო კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და ხელისუფლებას ჩამოვაცილო მისი მთავრობა. უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ვერ ამოიფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემებით მის გადაფარვას. პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეული სტატუსით, თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებას და საკუთარ შვილებს და არა ჩვენ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და განაცხადონ კი თუ არა. ეს არ არის მორიგი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც სოფლმხედველობიდან გამომდინარე შეიძლება ორი მეტნაკლებად სწორი პასუხი არსებობდეს. ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული ჩვენთაგანი, ხალხს თუ დიქტატორს. შესაბამისად, ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისათვის. ვინც იტყვის კი, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც. ვინც იტყვის არა, მის მოსმენაზე და მათთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ, ვერც ნებისმიერ სხვა საკითხს. მოგესალმებით, მე მინდა გავაკეთო განცხადება. დღეს სრულიად გაუგებარი ისტერიკა მოაწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ჩემთვის გაუგებარია რა მოხდა ბოლო დღეებში, რომ ამას მოყოლოდა ასეთი სერიოზული ისტერიკა. მე მინდა გავაცხადოთ სერიოზულად, რომ დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის შემავალი პარტიის წევრების რაოდენობა მე მაძლევს საფუძველს განვაცხადო მთელი კატეგორიულად, თუ დღევანდელი მონაცემებით ძალიან შორს არის უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობისა. ამ ფონზე დღევანდელი განცხადებები, რომ ისინი მალე კონსტიტუციის ცვლილებას შეიტანენ, მაფიქრებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს ძალიან სერიოზული რეპრესიები ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრების წინააღმდეგ. მე მინდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით პირადად ბიძინა ივანიშვილი. თუ უახლოეს დღეებში პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ცვლილება, ანუ უმრავლესობამ შეაგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა და აშანტაჟა საკმაოდ ბევრი პარლამენტის წევრი და შეასრულა საზოგადო რეაზრი. მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი ქმედება, ძალაუფლების გადამეტება არის დაჯადი დანაშაული და მე ვურჩევ მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობის წევრებს, თავის დაანებონ მსგავს მოქმედებებს და ჯობია დაკავდნენ ქვეყნის განვითარების და მიხედონ საერთოდ ქვეყანას. ქვეყანა საჭიროებს სერიოზულ განვითარებას, ქვეყანა საჭიროებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ქვეყანა საჭიროებს მშვიდობას, ქვეყანა საჭიროებს სხვა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც ქართულმა უცნებამ არჩევნების წინ მისცა და ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ნადირობა, ასე ვთქვათ, ოპოზიციური პარტიის პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, ჯობია დაკავდნენ იმ საქმიანობით, რისთვისაც ის ქართველმა ხალხმა აირჩია, იმისათვის, რომ გააგრძელონ, შეინარჩუნონ და გააგრძელონ ქვეყნის აღმავლობა და განვითარება. კიდევ ერთხელ მე მინდა გავაფრთხილოთ, რომ თუ ესეთი ცვლილებები განხორციელდა, ეს იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო. დღეს ეხლა ზეწოლები რომ მიმდინარეობს, პირდაპირ შეგიძლია თქვათ, ყველა ჩვენი მეგობარი, ყველა ჩვენი კოლეგა არის ან დაკითხვის ქვეშ, ან დაპატიმრებული, ან გირავად გამოშვებული. ეხლა მე არ მინდა ჩემზე პირადად გესაუბროთ, ამ დღეებში ყველა პარლამენტის წევრის ან ათესავი ან მეგობარი, აგერ თქვენ იცით რომ ღვინიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს დაუღალავი ბრძოლა და მის გარშემო ადამიანების გაგზავნა, შეცვლა, მისი მოადგილების დაპატიმრება, თითქმის არ დარჩა არც ერთი ადამიანი, რომელიც დაკითხვაზე ათასობით და 10,000-ობით ადამიანი მინდის დაკითხვაზე. მე მინდა გითხრათ, რომ მარტო თბილისში დაკითხულია 1000-ზე მეტი ადამიანი. სამშობლო კომპანიებში მიმდინარეობს 100-ობით და 1000-ობით ადამიანის დაკითხვა. მე დღეს საქართველოს მასშტაბით მიდის ყოფილი სოცაგენტების დაკითხვა. ეს არის 23,000 ადამიანი. მე მინდა გამოვცხადო ამ თავრობის. დაანებონ თავი 23,000 სოცაგენტის დაკითხვის. დაანებონ თავი დაბალი თანხმობის პირების დაკითხვას. ჩემი ინიციატივა იყო პირადად დასაქმების სამსახურის სამინისტრო შექმნა და საქართველოში უმუშევრობის მონაცემთა ბაზის შექმნა. და თუ რაიმე შეკითხვები აქვთ, მე მკითხონ, მე ვიღავ ცემათ პასუხს. იმიტომ რომ ნუ აშინებენ და ნუ ატარებენ 23,000 კაცს დაკითხვაზე. ეს მათ წინააღმდეგ მოქმედებს. მე ვხვდები რატომაც აკეთებენ ამას, იმიტომ რომ მათ არ უნდათ უმუშევრობის პრობლემაზე ფოკუსირება. მათ იციან, რომ ისინი ვერ შეძლებენ, არ აქვთ ამის არც ნიჭი, არც საშუალება რომ და სამწუხაროდ არც სურვილი, რომ მოაგვარონ უმუშევრობის პრობლემა საქართველოში, ამიტომ რომ გადაფარონ ეს. აი ხლა ხვალ სრულდება 100 დღე პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობაზე. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არაფერი არ აქვს პრაქტიკულად სათქმელი რა გააკეთა 100 დღეში, იმისათვის გადაფაროს ეს თავისი შესრულებების, დაპირებული შესრულების არ შესრულება, ამისათვის დღეს მოაწყეს ეს ცირკი და სანახაობა გამოვიდა საპარლამენტო ჟურნალისტობა და რაღაც ეფიმერო რაღაც გადატრიალებაზე, რაღაც საფრთხეზე საუბრობს აპრილში. ერთ-ერთი საფრთხე, რაც ემუქრება არხელისუფლებას, არის ემუქრება საფრთხე ის განწყობილებები, რომელიც საზოგადოებაში ძალიან სწრაფად იცვლება, იმიტომ რომ ხალხი ნელა-ნელა ხვდება, რომ ეს მთავრობა არ აპირებს შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო ვალდებულებები და ერთ-ერთი რასაც ის აკეთებს, შექმნას განცდა, რომ დაკითხვებზე სიარული, დაპატიმრებებით და მუქარებით შეძლოს გასწვებული აზრი საქართველოში მოსწრება. დიდი მადლობა.